მოგესალმებით მეგობრებო, მე გავხლავართ ომარი გეიმერი და მე დაუბრუნდი. როგორც იქნა დაუბრუნდი ჩემ YouTube არხზე. და მინდა გითხრათ, რომ ხშირად გადავიღებ ვიდეოებს კვირაში 2 ჯერ, შეიძლება 3 ჯერაც. ნახოთ როგორ მოვახერხებ. ახლა უცებ მინდა მოგიყვეთ თუ როგორ შეიცვალა ჩემი Brawl Stars-ის აკაუნთი. შეცვლა არა. მე რომელ აკაუნტზეც ვიღებდი, ის იყო ჩემი მინი აკაუნთი, რაღაც არ მქონდა YouTube-ის სერიოზულად მიღებული. ახლა კი ჩემ თავარ აკაუნტზე ვარ გადმოსული და ამით გავაგრძელებ ხოლმე ვიდეოების გადაღებას. ახლა პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩემი თავარი აკაუნთი უფრო განსხვავებულია ჩემს მინი აკაუნტზე, რომელიც თქვენ ყველას გაქვთ ნანახი, ვინც მიყურებდით. ამ აკაუნტზე მაქვს 70000 თასი და უფრო მეტი 1000 თასი. მინი აკაუნტზე არც მქონდა 1000 თასი, არც ერთ ბრაულერზე, მაგრამ აქ მაქვს 21 ბრაულერზე 1000 თასი. შეიძლება 51 ზოგისთვის ბევრი არ არის, მაგრამ ჩემთვის ის ბევრია. რადგან თლად პროფესიონალის არა ვარ და ახლა ნახავთ ჩემ აკაუნტს. ეს არის ჩემი აკაუნთი. როგორც ხედავთ 70000 თასი მაქვს, 41 პრესტიჟი. დანარჩენი ბრაულერზე ზოგზე ბევრი არ მაქვს აკაჩული და რენკედში ძალიან ბევრს არ თამაშობდი, მაგრამ არა უშავს, თქვენ იხილავთ როგორ შეიძლება ჩემი აკაუნთი ხშირად ბევრჯერ და დიდად. ამიტომაც მინდა რომ თქვენ იხილოთ. ამიტომაც დავბრუნდი მე YouTube-ზე, რომ მინდა იხილოთ როგორი კარგი მოთამაშე გავხდები Brawl Stars-ში. იმედი მაქვს. იმიტომ რომ თლად ყველაზე პროფესიონალიც არა ვარ. არც ადრე არ ვიყავი, მაგრამ ახლა უფრო მაინც შევიცვალე, უფრო პროფესიონალი გავხდი. პროფესიონალი ჩემთვის დიდი სიტყვა არის. მოდი ვთქვათ, კარგი. როგორც ხედავთ, თლად ეგერთიც არა ვარ. მაგრამ არა უშავს. ბევრჯერ წავაგებ, ბევრჯერაც მოვიგებ. ამას კი თქვენ ყველა იხილავთ. ბევრ გამოწერს თუ მივაღწევ ოდესღაც, რომელიც ჩემი დიდი მიზანი არის, სტრიმებსაც გადავიღებ ხოლმე. სადაც შეიძლება თქვენც თამაშოთ ხოლმე ჩემთან, მაგრამ ახლა დიდი იმედებს არ მოგცემთ არც თქვენ და არც ჩემ თავს, რადგან ჯერ არ მგონია ასეთი კარგი ვიყო. მოკლედ ეს ვიდეო იმისთვის შევქმნი, რომ უმეტესად მე თქვა რომ დავბრუნდი და მინდა რომ გავაგრძელო ვიდეოების გადაღება. ახლა უმეტესად ხოლმე Brawl Stars თამაშობ, აღარ სხვა თამაშებს აღარ თამაშობ და რაღაც ვაგრძელებ Brawl Stars-ის თამაშს ვიფიქრე. მეთქი რაღაც Brawl Stars თამაშობ, მოდი YouTube-ს დაუბრუნდე თქო. მეც მომენატრა ჩემი მაყურებლები და ჩემი ვიდეოების გაკეთება თქო. ახლა არ ვიცი მომავლისთვის რამდენად ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ ერთი ის მინდა რომ თქვენ გაგაბედნიეროთ, ან გაგაცინოთ ჩემი ვიდეოებით. შეიძლება არ მოხდეს ასე, მაგრამ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. და ამასობაში არაფერი არ მოხდეს. ახლა კი რავი, დატკბით ჩემი დებილური სურჯის თამაშით. ვიდეო მშრალი არ გამოვიდეს, ცოტას ვილაპარაკებ, მაგრამ როგორც ხედავთ, იმედები არ მაქვს ამ ნიტას წინააღმდეგ. ხო ხედავთ. თლად პროფესიონალი არც ვარ. და ალბათ არც არასდროს არ ვიკეთები, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი მიზანი ყოველთვის იქნება 100000 თასის აღება და მინდა რომ თქვენ ნახოთ ეს მომენტი ვიდეოში. ან შეიძლება უკაცრავად შეიძლება სტრიმშიც.
ახლა უმეტესად ხოლმე თასებს ქაჩავ, იმიტომაც არ მაქვს ხოლმე რანკედში მაღალი ილო. მაგიტომაც ყველაზე მაღალი მითიკი მაქვს. მაგრამ ყველა იძახის, რომ რანკედზე უნდა აწიოთ ილოვო და არ ვიცი, აბა თქვენ რას მეტყვით მეგობრებო, დააკომენტარებთ თუ გინდათ, თუ არა და არ არის პრობლემა. არ გაძალებთ, ვიციო დიდი ხანია არ გადამიღია ვიდეო და შეიძლება ბევრს არც დაგავიწით, ან აღარც მიყურებენ ზოგი. აქ კარგი ქილი გამომივიდა ედგარზე. ამ სურჯს ცოტათი გაურაშავ, მაგრამ არ მინდა ძალიან ახლო მივიდე, რადგან შეიძლება მოვკვდე. შეიძლება უფრო კარგი მოთამაშე იყოს ჩემზე. მაგრამ ახლა კუთხეშია და არ ამგონია ეს გამოვიდეს. ან შეიძლება გამოვიდეს. რა თქმა უნდა, რეალური საუნდ ეფექტები ყველაზე მაგარია ვიდეოში. არა, მაგრამ it's okay. ახლა ლილი გაქრა, აქ გაჩნდება. რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია ამის მიხედვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა lilis მოთამაშე ერთნაირად ფიქრობს ხშირად. შეიძლება უბრალოდ მე ვარ, მაგრამ ეგრეა, რავი. ამჯერად მიმართლებს სურჯით, არ ვიცი რატომ. მაგრამ შეიძლება დიდი ხით არ გამიმართლოს. გაუჩინარდა ახლა აქ გადმოვა. ცოტათი და ადრე ვისროლე, არა უშავს. ხდება ხოლმე. როგორც ხედავთ, ასევე ამ აკაუნტზე მაქვს სატურნიან ფეიმი. 3-ზე მალე უკვე მზის ფეიმი არ ვიცი რა ქვია, მაგრამ მზის ფეიმზე გადავალ. მოკლედ უმეტესად ამ ვიდეოში ის მინდა გითხრათ და გაცნობოთ, რომ დაბრუნდი, გადავიღებ ვიდეოებს. შეიძლება არ ვიცი თუ გინდა დააკომენტარეთ რაზე დავდო ხოლმე ვიდეოები. ხშირი ბრაულერების აკაჩვა იქნება, ახლა რომ გაადვილეს პრესტიჟზე ასვლა, უფრო მეჯერ დავდებ ხოლმე ბრაულერების თასებზე აკაჩვას და აღარ იქნება დებილობები. როგორც ადრე. ახლა არ ვიცი ჩემი მიზანი რა არის აქ. ალბათ ლიონი მომკლავს. თუ ფრთხილად არ ვითამაშ. მართალი ვიყავი, ოღონდ არ ვიცი. არ ველოდი რომ აქედან გამოვიდო და მეგონა პირდაპირ წინ გამოვიდო და. რა თქმა უნდა წინ არ გამოვიდო და რაღაცს წინ ვისროდი. სურჯით თამაში ხშირად ძნელი არის, თუ კარგად არ დაიწყე უცებ. იმიტომ რომ შეუძლია უცებ კუთხეში გაგჭყლიტონ ორ ბრაულერებმა, ან საერთოდ დასაწყისშივე ერთ ბრაულერი, მაგალითად ედგარი თავზე დაგახტეს და მოჰკლას. რაც ხშირად მომსვლია სურჯით. მაგ მომენტში ხოლმე ვერაფერს ვერ ვაკეთებ და ვკვდები. ახლა ნანო ფაუერებმა უფრო გააძლიერეს სურჯი და მით უმეტეს სურჯის ბაფებმა. ყველა სურჯის ბაფი მაქვს, ამიტომაც უფრო ძლიერად ვთამაშობ სურჯით. აქ ედგარი როგორც ყოველთვის. არა კოორდინატიული გაჯეტს იყენებს, სუპერით მახტება. წინათ არ მოდის, იმიტომ რომ შეეშინდა. აქ მირჩენია სუპერი გამოვიყენო რომ ედგარი და როგორც დავპრესო. მაგრამ ასევე ამ ორტის უნდა გაუფრთხილე, არ ვიცი რა ფავერაფი აქვს. და ნანო ფავერი. ეტყობა რომ არაფერი საჭირო, იმიტომ რომ შემომაკვდა. აქ ბაზი ადვილად მოსაკველელი არის, როგორც ხედავთ. სურჯს გავეკეცი ძალიან ადვილად. რაც კარგი არის, იმიტომ რომ
თუ ჭკვიანი იყო სურჯი მომკლავდა და შეიძლება გავბრაზდებოდი და მე უკვე შემდეგი რაუნდზე წავაგებდი. აქ არ ვიცი ტრანკის უკაცრავად ძალიან უზრუნველად გამოვიდა, მაგრამ ასე ვქვია. მისი მოტივი რა არის, მაგრამ კარგი არაფერი იქნება. აქ სურჯი მპრესავს კუთხეში და არ შემიზია არაფერი. ამიტომაც შეიძლება დამერხეს. კი, თან ძალიან. ან არა. თუ დავაქამბექე არა. ნუ აქ ორივე შევჭყლიდავთ ტრანკს. მაგრამ მაინც მოვიგებ, იმიტომ რომ I am the best. ნუ არა ვარ, მაგრამ შეიძლება ვეუბნები ჩემ თავს ამას, რომ უფრო კარგად ვიგრძნო და მე უფრო კარგად ვთამაშო. მაგრამ ყველა ვიცით, რომ არა ვარ საუკეთესო. ძალიან ცუდი მოთამაშე ვარ, მაგრამ ეს არ შემაჩერებს იმისგან, რომ ვიდეოები გავაკეთო. იმიტომ რომ მინდა რომ გაგამხიაროთ და გაგაცინოთ. ან აგატიროთ ჩემი დებილური თამაშით. მაგრამ მაინც კარგი იქნება ვიდეოების გადაღება. უმეტესად ამის თქმა მინდოდა, შეიძლება ეს რაუნდი ბოლო რაუნდი იყოს დღეისთვის, მაგრამ შეიძლება ხვალ ან ზეგ გადავიღო კიდევ ერთი ვიდეო. ნუ აქ სირიუსი მომკლავს უმეტესწილად. ან შეიძლება ძალიან პატარათი გადაურჩე, რაც აეხლა მოხდა და ბედნიერი ვარ ამის გამო. არ ვიცი მეგობრებო, თუ კიდე დააკომენტარეთ რამე სხვა თამაში თუ ვითამაშო, მაგრამ თავარი თამაში მაინც Brawl Stars-ი იქნება ამ YouTube ჩანელისთვის. რადგან Brawl Stars-ის მეტი თითქმის არაფრის თამაში არ ვიცი. და Brawl Stars-ს არ თამაშობ კარგად. ნუ აქ სირიუსი ძალიან სუდად პრესავს და მოვკვდი. შვენიერია. ნუ ამით დაგემშვიდობებით, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ დავბრუნდი და ბევრჯერ დავდებ ვიდეოებს ხოლმე. რაღაც ახლა ზაფხულია, შეიძლება უფრო მეტი დავდო კვირაში, შეიძლება 4 ვიდეოც დაიდოს. მიყვარხართ მეგობრებო და ნახვამდის.